სამრეკლოზე ფრთხილად დავრეკენ თვლემარე ზარი. სურდა რომ ყველას გაღვიძებოდა, ვისაც ზინავდა ცივ სამარაში. 8 სექტემბერს რამდენიმე საათის მზადების შემდეგ ისევ ავყარეთ კარავი და ისევ უშედეგოდ. სტიქიასთან მრავალდღიანმა ბრძოლამ ენერგია გამოგვაცალა. დაგეგმილი 16 მწვერვალიდან 14 დავლაშქრეთ. ასეთი გრძელი და რთული მარშრუტი ჯერ არც ერთ ალპინისტურ ჯგუფს არ გაუვლია. გურამ თიკანაძე 1958 წელი. ამ ჩანაწერიდან 5 წელი გავა. ამჯერად ქაღალდს მურმან ლებანიძის მძიმე ემოციის დატევა მოუწევს. წვიმს და წვიმს, ფანჯრიდან ჩანს დასველებული კოშკები, გალუმპული სკები. წვრილი წვიმაცრის და ტვინში ერთადერთი შთაბეჭდილება ფუსფუსებს. აღარა გურამ თიკანაძე. ნაცრისფერი სვანური ქუდები წარბებზე ჩამოემხოთ. ჯიუტიშუბლები ახლოს მიეტანათ ერთმანეთთან და ბჭობდნენ პირქუშად რაღაცის მოლოდინში. წარეთ შემეკუმშა გული და ნერვები მომეფუშა, მაგრამ უმალ მხნეობას ვუხმე და გურამთან შესახვედრად მომემზადე. ავტობუსიდან რომ გადმოვედი და ხალხის ზღვაში აღმოჩნდი, ჭიანჭველად ვიქეც და თითქოს რაღაც წამართვესო. გული დამწყდა. ეცერიდან მთელ გზაზე თავი პირველ ჭირის უფლად მიმაჩნდა. ამ წუთიდან კი მთელი სვანეთი მეცილებოდა მეგობარს. ეს მეგობარი მთელი სვანეთი რომ ეცილებოდა მურმან ლებანიძეს 30 წლის გურამ თიკანაძეა. მარადილ ჭაბუკად ახალგაზრდობის სიმბოლოდ დარჩენილი. ის ვინც არც ასაკს ემორჩილება და აღარც დროს. ვინც ადამიანში ეძებდა ადამიანს, ვინც ამბობდა მინდა ისეთი ვიყო ჩემი რომ არ შერცხვეთო. ვინც თავადვე იყო დიდი მოვლენა და თავისივე ბედის მწერალი. ალპინიზმი მსხვერპლის გარეშე არ არსებობსო დაწერს. 1963 წლის 27 აგვისტოს 30 წლის გურამ თიკანაძეს შხარას მწვერვალიდან დაშვებისას დაკარგავენ. მერე კი ამოვიკითხავთ, შხარას სილამაზემ დამამუნჯა და გურამის სიკვდილი ვაპატია. მივხვდი რომ გამორჩეულმა გამორჩეული ვერ დათმო. ვოი რა უფერულია სიკვდილი ლოგინში, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში, ისიც ლოგინში მომკვდარა ოღონდ ყინულის ლოგინში. მურმან ლებანიძე გურამ თიკანაძეს. მთელი სვანეთი შეკრებილა, თლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა. ვოი, შხარა სისხლით შეღებილა, კოხტა თიკანაძე მომკვდარა. ზუსტად ერთი კვირის წინ ჩვენს მაყურებელს ეს ფოტო ვაჩვენეთ. ორი გამორჩეული გურამი, მეგობრები, გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე, შავმა ზღვამ და შხარამ რომ წაგვართვა, თანაც ორივე აგვისტომ. 26 და 30 წლის ბიჭები, თაობის სიმბოლოები, ცხოვრებასაც რომ ასწრებდნენ და ქმნიდნენ ხელოვნებასაც. ზღვაო, რა იყო ამ ბიჭის ასე ადრე წაყვანა, თაო მოგეთმინა ცოტაც. სწორედ წინა ხუთშაბათს ვისაუბრეთ მარად 26 წლის გურამ რჩეულიშვილის შესახებ და ბევრიც აღარ გვიფიქრია რომ პირადი ისტორიების დღევანდელი გმირი ისევ ჩვენზე ყველაზე ასაკით პატარა გურამ თიკანაძე უნდა ყოფილიყო, ვისაც სამართლიანად უწოდებენ ყოველი შემდგომი თაობის მასწავლებელს, ვინც ჩვენს ყოფიერებაში შემოიტანს ფოტო ხელოვნებას, ვინც ქართულ ფოტოგრაფიას თავისუფალ ხედვას დაუტოვებს, ვინც ცის ადამიანი იქნება და გვაფიქრებს იმაზე, რაც კადრს მიღმა დარჩა, ვინც ფეხით შემოივლის ქვეყანას და საქართველოსაც სულ სხვანაირს და სხვანაირად გაგვაცნობს. ეს იქნება ალბათ კიდევ ერთი სევდიანი, თუმცა ძალიან საამაყო, გენიალური ქართველი ფოტოგრაფის და თამსვლელის გურამ თიკანაძის ცხოვრების ამბავი და როგორც მისი მეგობარი გურამ რჩეულიშვილი დაწერს და სადღაც ქარი, ასფეხა ქარი გადამხმარ ყვავილებს მიაყრის ღობეს. ხშირად ქონდა დღიურში ჩანაწერები, გაოცებას ვარო. რას გაუყვეო გეოლოგიას, ფოტორეპორტიორობას თუ ოპერატორობასო. მე მგონი დინება ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანსო. თაში ყოფნა ჩემთვის ყველაფერია. იქ ვგრძნობ რომ ვცოცხლობ. ბარში ადამიანი იბნევა წვრილმანებში.
თაში კი ყველაფერი ნათელია. ან ხარ, ან არ ხარ. ისეთი დიდებულია, შიში გეკარგება და მხოლოდ მოკრძალება გრჩებაო, წერს გურამ თიკანაძე. ალბათ ამ ჩანაწერის ამოკითხვის შემდეგ თქვეს, სიკვდილს თუ შეიძლება ეწოდოს ლამაზი, ალბათ ასეთი იქნებოდაო. სიკვდილი იქ, სადაც ყველაზე ცოცხალი ხარ. დაულაშქრავი დარჩება ბევრი მწვერვალი, უფრო ბევრი ფოტო გადასაღები და მაინც რა უცნაურია, 30 წლის ბიჭი შეძლებს უკვდავყოს სახელი და უკვდავყოს შემოქმედება. თამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში. ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. თასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. ცხუნვარე მზეკი ქვის სვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. უნიკალური კადრები, რომელსაც ახლა მაყურებელი ხედავს საქართველოს ეროვნულ არქივში რომ მინახება. ჩვენ თასთან და ყინულთან მეც საერთოს ვნახულობთ ვიდრე ბართან და ზღვასთან. მისი ეს ჩანაწერები ამავე კითხი არაჩვეულებრივ წიგნში სახელწოდებით გურამ თიკანაძე რეტროსპექტული მონოგრაფია. კატალოგი პირველად უყრის თავს გურამ თიკანაძის მემკვიდრეობის ძალიან დიდ ნაწილს. თამსვლელის და ფოტოგრაფის უნიკალურ პორტრეტებს, თბილისის არქიტექტურას, მთის ცხოვრებას, ალპინიზმის დრამა კადრებს. მისი ჩანაწერებით კი ცოცხლდება განცდების სწრაფვა, არა მხოლოდ მთისკენ, არამედ ცისკენ, რომელსაც ძალიან მალევე დაიპყრობს, სადაც მალე გადაეშვება. მის ფოტოებში კი დღემდე ცოცხლობს თავისუფლების გამოძახილი. ძალიან ხანმოკლე, თუმცა მთებივით სავსე, კლდესავით ძლიერი, ერთი ადამიანის 1000 გვარი და მრავალფერი ისტორია. ხოჩა საკაცე გამითალეთ, დავაწყო ხორცი და ძვალი. სიკვდილი სიცოცხლეთ ჩამითვალეთ, აღმარჩი კვნესით ამიტანეთ, ვაკეზე მითხარით ზარი. და ახლა გოდერძი შარაშიას ვთხოვ, რომ მურმა ლებანიძის არაჩვეულებრივი ლექსიდან კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოგვიკითხოს. უშგულში გადმოვარდა ივდითი ნიჟარაძე, შეჰკივლა გაიკაცრა ლოყა. ფოსლების ფლატონით უხნესი დიასი საკაცეს ფეხდაფეხ მოხვა. თეთრმა რა მოგცა, უშბაზე რა გქონდა, შხარაზე რა გინდოდა გმირო. ვოგურამ რამხელა ბეჭები დაგქონდა, რამ დაგაპატარავა შვილო. რამხელა ბეჭები დაგქონდა, რამ დაგაპატარავა შვილო, როგორი სიტყვებია, რომელიც მურმა ლებანიძემ აღწერა ის პროცესი მისი გადმოსვენების იმ 27 აგვისტოს 1963 წელს ძალიან პატარა სვან ბიჭს რომ ვკითხავენ, ასე რა გატირებსო, ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო ეტყვის. სვანეთთან გულით მერე უკვე სხეულით და სულითაც დაკავშირებული, ერთდროულად 5 წლის ბავშვის და უხუცესის ყველაზე საიმედო მეგობარი იქნება. სვანებს ახლაც ახსოვთ, როგორ წვდებოდა კაცების ტირილი ცას. იმ საბედისწერო 27-ს, როცა მთიდან დაშვებისას თავის საყვარელ სამყაროში ჩაიკარგება. იმასაც იტყვიან, თოკის გაწყვეტისას დაიყვირა, მიუფრინავ ბიჭებო. მთებში გაფრენილი სვანები ზარს ჩამოჰკრავს, მხოლოდ 30 წლის ბიჭი მოახერხებს იცხოვროს ისე, რომ წასვლით მთელი საქართველო ფეხზე დააყენოს. იმავე 1963 წელს მურმან ლებანიძე ისევ დაწერს. რატომ? რისთვის მოგწერეთ ეს წერილი? არ მკითხოთ და გული არ მატკინოთ. ყოველ შემთხვევაში იმისთვის არ მომიწერია შეგაშინოთ, გაგაფრთხილოთ და იოლი დამყაყებული ცხოვრებისკენ მოგიწოდოთ. ჩვენს მამულს და ჩვენს დროს მამაცი და მწვერვალებთან მურკინალი ახალი თაობა სჭირდება. უნდა ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ და ვიცოცხლოთ. ხოლო თუ მოვკვდებით, ისე მოვკვდეთ, მთელი საქართველო ფეხზე დავაყენოთ. შხარაზე არასდროს გაუბრაზებულ ვარ, თითქოს მშობლიურად აღვიქვამ. ასევე მშობლიურია ივდითი ნიჟარაძის სახლი უშგულში, სადაც მამა ცხოვრობდა ხოლმე და უკანასკნელი გასვლის წინაც იქეძინა. 1 წლის ვიყავი მამა რომ დაიღუპა. ვერ გეტყვით სხვების მონათხრობით წარმოვიდგინე თუ მართლა მახსოვს კადრი მის პანაშვიდზე, როგორ დავდე ყვავილი სასახლესთან. მაგრამ რაც თავი მახსოვს ყველგან და ყველასთვის გურამ თიკანაძის ქალიშვილი ვარო. იხსენებს ია თიკანაძე და ესეც რა თქმა უნდა მამის გურამ თიკანაძის გადაღებული ფოტოა. ახლა ერთ ძალიან ემოციურ ფრაგმენტსაც მოგასმენინებთ მამა შვილის 1 წლიანი ისტორიიდან. თამსდევს ეს ფოტო მთელი ცხოვრება.
და სწორედ მისმა მეგობრებმა გაიხსენეს, რომ ამ ფოტოს შემდეგ ცოტა ხანში ასულან თეთნუნზე და იქ დაუტოვებია სანადირო თოფი, თოფში მასრა და იმ მასრაში ეს ფოტო ჩაუდგეს და რაღაცა ესე სიმბოლურად დარჩა ეს ამბავი. თეთნულსაც დაუტოვა მამაშვილობა. დაახლოებით 40 მწვერვალი, მათ შორის მეხუთე კატეგორიის მწვერვალები. მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში უპრეცედენტო ტრავერსი 16 მწვერვალიდან დალაშქრული 14 და საბჭოთა კავშირის ვერცხლის медаლი. აღმავალი გზა ყველა სფეროში. თამსვლელი, რომელიც პარალელურად უნიკალურ საგანძურს დაგვიტოვებს 15,000 ნეგატივი. ადამიანების, ბედნიერების, სევდის, განსუფრების, აღმაფრენის, გასაჭირის თუ არაერთი სიყვარულის ისტორია. რაც კი ხდება შემთხვევით მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის განცდის და უნების. თქვენ ცოტა ხნის წინ ხედავდით მის დიდი კანონის ნებით მიყვარს ასე ინახავს მისი ფოტოები თბილის ისეც როგორიც ჩვენ გვიყვარს ინახავს სოფლებს დღესასწაულებს მოვლენებს ჩვენთვის გამორჩეული ჩვენთვის საყვარელი ქართველების სახელებს და სწორედ ამიტომაც ხედავთ ახლა ოთარ ჭილაძეს დღეს გურამ თიკანაძის შემოქმედებასთან ერთად მისი ფოტოების მთავარი გმირებიც ამ სტუდიაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდებიან და აი ეს ფოტო ოთარ ჭილაძის არაჩვეულებრივი და ძალიან ცნობილი ფოტო სწორედ გურამ თიკანაძის გადაღებულია და რა სიტყვებია, რა სიმბოლურია თავად ოთარ ჭილაძის სიტყვებიც ამ ქვეყნად, რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ. აი შემდეგ ფოტოზე კი გურამ თიკანაძეს კოხტა ბიჭს, როგორც მურმა ლებანიძე უწოდებს, დედასთან ტატიანა ძიგრაშვილთან ერთად დაინახავთ. 12 სექტემბერს სოფელ კვირიკეთში დაბადებული, მალევე თბილისში გაიზრდება ივლის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეზე, რომელსაც წლების შემდეგ სწორედ მისი გურამ თიკანაძის სახელი მიენიჭება. ისწავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტზე, სტუდენტობაშივეა გატაცებული კრივით და ალპინიზმით. ცნობის წადილი ჰქონდა ყველაფრის, ბევრი გატაცების კაცი იყო. იქნებ იმასაც გრძნობს, რომ უნდა მოასწროს ყველაფერი. ქართული ფოტოგრაფიისთვის მოვლენად თაობის კულტად ქცეულ ფოტოგრაფად რომ იქცეს. წარმატებულ თამსვლელად იქამდე ვიდრე მთიდან მომწყდარი ალპინისტების რიგს შეუერთდება. ლევან გოთუა ასეთ სიტყვებს დაუწერს. ბევრს მოველოდით შენგან ნიჭის დავაშკაცებულ ზაფხულს, შენ კი გაზაფხულის ცისარტყელად გადაიარეო. შენ თვალით მწერალი იყავი, ამიტომაც შენი აღბეჭდილი, მრავალ ფოტოგამოფენაზე და ჟურნალებში წარმატებით აღნიშნული სურათები პაწაწინა და მკაფიო ნოველებია. შენ უკვე მრავალ მხრივ საიმედო ახალგაზრდა იყავი, ბევრს მოველოდით შენგან, ნიჭის დავაშკაცებულ ზაფხულს, შხაპუნა წვიმას, შენ კი გაზაფხულის ცისარტყელად გადაიარე. ჯერ ხნობით ყველაფერს დინებას ვაძლევ, მე მგონი დინება ფოტო რეპორტაჟთან მიმიყვანს, მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ და ის იცხოვრებს მთისთვის და იცხოვრებს ფოტოაპარატთან ერთად და თუ გეოლოგიის შესახებაც მკითხავთ, უფროს მეცნიერ თანამშრომლად იმუშავებს გეოგრაფიის ინსტიტუტში, ერთხელაც მღვიმეში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ იტყვის, მე აქ აღარ მოვალო. სიბნელეს ვერ აიტანს, მისი თვალი ეძებს სინათლეს. მერე იმასაც დაწერენ, გურამ თიკანაძე არ იყო რამე, არც ფოტოგრაფი, არც თამსვლელი, არც გეოლოგი, ის იყო ყველაფერია. ვინც მისაღებ გამოცდებზეც კი დააგვიანებს, ვისაც ყველგან გამოარჩევენ. ყველაზე ადამიანურს, კეთილშობილს, თბილს, მოძრავს, ვინც მიხეილ მესხის ყველაზე ცნობილ ფოტოს დაგვიტოვებს და ეს ფოტო თქვენც აუცილებლად გეცოდინებათ და მაინც ვისაც არასდროს ეყვარება სტადიონზე წასვლა და როცა ჰკითხავენ მიზეს თურმე დაუფიქრებლად უპასუხებს 90 წუთი უსაქმოდ როგორ უნდა ვიჯდეო. ამ ფოტოს კი ჰქვია მესხი უტევს 1960 წელი. შემდეგი ფოტოც არაჩვეულებრივია, ნონა გაფრინდაშვილი, ფოტოს ავტორი გურამ თიკანაძე, ფოტო სახელწოდებით დედოფალი და სხვათა შორის ვესაუბრეთ ჩვენს დედოფალს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მან გაიხსენა, რომ ფოტო გადაღებული 1962 წელს, თავად აქ გახლავთ 21 წლის და გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ 1962 წელს გახდა 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი.
გურამ თიკანაძე. შესანიშნავი მოქალაქე. ფოტოხელოვანი და მთასვლელი. კინოქრონიკის კადრებმა შემოგვინახა გურამის სახე, რომელიც ძვირფასია ყოველი ჩვენთაგანისათვის. მის ხსოვნას სათუთად ინახავენ სვანეთში. სოფელ ლატალში გაიხსნა გურამ თიკანაძის მემორიალი. მემორიალის გახსნას მრავალი სტუმარი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. დიდხანს გაისმოდა ლატალში სიტყვები, ლექსები, მოგონებები, გაიყმისა და მამულიშვილის მოსაგონე. ამ მუზეუმის შესახებ ცოტა ხანშიც აუცილებლად მოგიყვებით. იქამდე ამოგიკითხავთ 1956 წელს რას წერდა თავის დღიურში გურამ თიკანაძე. საინტერესოა რა ადგილს დავიკავებ მე ფოტოგრაფიაში და რა ადგილს დაიკავებს ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაშიო. რა ადგილი უკავია მას ფოტოგრაფიაში, ამას მისი ფოტოებიც ვფიქრობ უსიტყვოდ ამბობს ქართული ფოტოხელოვნების ოსტატი, უჩვეულო ფანტაზიის შემოქმედი, ასევე დაუცხრომელი ალპინისტი. თავადვე ჰგავდა ხელოვნების ქმნილებას ცასავით ლურჯი და სუფთა თვალებითო რომ დაწერენ. ეს კი მისი კადრები როგორც პოეზია და გასეირნება გურამ თიკანაძის თბილისში. ნახოთ როგორია მისი თბილისი, ფოტოების ავტორი გურამ თიკანაძე, ხმა ნოდარ დუმბაძე. ძნელია იმის თქმა, რატომ მიყვარს თბილისი. თითქმის შეუძლებელია. აბა რა ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ქალაქია თბილისში დავიბადე, გავიზარდე, თბილისელი ვარ. უზომოდ მიყვარს თბილისი. ლექსიც კი მაქვს თბილისზე დაწერილი, ასე იწყება. შენ ლალი ხარ საქართველოს სილამაზე, თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გვია, შენ ძებნაში საქართველოს ლაჯვარდ ცაზე, მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია და ასე მთავრდება, შენ ძებნაში საქართველოს ლაჯვარდ ცაზე, მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია, შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო, ის მოოცებს ნატურის თვალი რა დარქვია. მამას განსაკუთრებული რეგალიები არ ქონია და მხოლოდ გვიან მიხვდი. მისი თავარი რეგალია კაცობა და დიდი სიყვარულის ნიჭი იყო, ამბობს ია თიკანაძე. და ახლა თქვენ გესმით სიმღერა ვარდები არ არიან მიშო ჯავახიშვილთან ერთად მღერის გურამ თიკანაძის შვილიშვილი. გურამ შავდია და ძალიან სიმბოლურია, დაგიტოვებთ პატარა ფრაგმენტს. არსებობს ლეგენდა 1947 წელს თბილისში ჩამოსულ უცნაურ კაცს უცნაური ფოტოაპარატით ძველი ქალაქის ქუჩებში განუყრელად თანდასდევდა პატარა ბიჭი დიდი ცნობის მოყვარე თვალებით. ის ბიჭი იყო გურამ თიკანაძე, ის უცხოელი კაცი კი რობერტ კაპა, მე-20 საუკუნის გენიალური ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს ჯონ სტეინბეკთან ერთად ესტუმრაო. მერე ეს პატარა ბიჭი ჟურნალ დროშის ფოტოკორესპონდენტი, მოგვიანებით პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემების სპეციალური ფოტოკორესპონდენტი გახდება, ვკითხულობთ. ვენაში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის მედალს მიიღებს. ეს იქნება პირველი საერთაშორისო ჯილდო ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. გურამ თიკანაძე მოახერხებს და ნამუშევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს. დაიბეჭდება ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ეს ფოტო კი სახელწოდებით ტკბილი ნესვი იაპონიაში ერთ-ერთ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვებს. სხვათა შორის ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან, ვინ გააგზავნა ეს ფოტო ამ კონკურსზე და მას აჩუქებენ ფოტოაპარატს და ამბობენ, რომ ბოლო წლების ფოტოებს თურმე სწორედ იმ ფოტოაპარატით გადაიღებს, შეძლებს და იმ რთულ კარჩაკეტილ პერიოდში იტყვის მთავარს, რომ გურამ თიკანაძეა, რომ ის არსებობს როგორც ფოტოგრაფი საქართველოდან, მოულოდნელი რაკურსებით და ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის აღმოჩენებითო დაწერენ. სხვათა შორის ამ ფოტოს შესახებ
გაგიხებ კიდევ ერთხელ ნახოთ ტკბილი ნესვი. ძალიან ბევრი საინტერესო განხილვა მოვისმინე და ერთი ფრაზა ჩამრჩა გონებაში, რა მხატვრული მნიშვნელობა ჰქონდა მისი ნესვის ფოტოს, მან ეს იცოდა და მისი შესწავლა როგორც ფოტოგრაფის კიდევ მომავლის საქმეა. ამ ფოტოს 1961 წელს თურმე ჩეხეთში ჟურნალ ფოტო რევიუშიც გამოაქვეყნებენ, გავა რამდენიმე წელი და იგივე ჟურნალი მთელს ევროპას აუწყებს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ტრაგიკულად გარდაცვალებას. ეს კი ჩვენი კახი კავსაძეა, ფოტოს ავტორი ისევ და ისევ გურამ თიკანაძე. ცხოვრება ეს არის თეატრი სიყვარულისა. ჩვენ კი როგორც ჯამბაზები ისე უნდა ვახარებდეთ ადამიანის გულებს. მისი სიცოცხლე ფოტოსურათის საზღვრებში ვეღარ მოთავსდა. ფოტოხელოვანმა არა იმდენად მთის, რამდენადაც ცის წარმოჩენა მოინდომაო და მართლაც განსაკუთრებულია მისი ფოტოები მთაში, გადაღებული ძალიან სიღრმისეული ემოციით, ყოფითი სცენებით. ამბობენ გენიალურ ფრანგ ფოტოგრაფს ანრი კარტიე-ბრესონს უნახავს თიკანაძის ფოტოები და დანანებით უთქვამს. საბჭოთა კავშირში რომ არ დაბადებულიყო, მსოფლიო სახელი ექნებოდაო. გურამის ამ ფოტოს კი, რომელსაც წვიმის პარადოქსი ჰქვია, სწორედ ფრანგი ხელოვანის ნამუშევარს ამსგავსებენ. ახლა კი გურამ თიკანაძის საქართველოში ვიმოგზაუროთ. როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი და როგორც ცრემლი დაიწმინდება, მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს მტრედების გუნდი დაფრინდება. და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა, რომელსაც ქვია მიწა ქართული. მიყვარს ქართველი დინჯვაშკაცი, მხედმოუხრელი და ამართული. და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა, რომელსაც ქვია მიწა ქართული. და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი დაუცლებელი უკვდავისული, მისი გმირული დიადი აწმყო, მისი დიდება, მისი წარსული. 2-3 თვის ვიყავი, როცა მამას თოლში შიშველი გავუყვანი ვარ, ასე მაკაჟებდა. ეგ კი არა, თურმე თეთნულდას დარქმევას მიპირებდა და გადამარჩინეს. ის რომ გვერდით მყოლოდა, სხვანაირად ვიცხოვრებდი და გაცილებით უკეთესი ვიქნებოდიო. ერთ-ერთ ინტერვიუში თიკანაძე იმასაც იხსენებს, რომ გურამს მეუღლე ირინა მათიაშვილი საოცრად ლამაზი, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი და ასევე და რუსუდანის თურმე ყველგან დაჰყავდა. მისი მთავარი ხიბლი რაინდული სული, ვაშკაცობა, კეთილშობილება იყო, საოცარი ადამიანი და სიყვარულში უსაზღვრო. ვერაფრით ხვდებით, როგორ ასწრებდა ყველაფერს, თითქოს მართლაც ასწრებდაო. რასაკვირველია, ამ ნივთებთან ერთად გავიზარდე მე. ამ ყოველ აპარატს რაღაც მნიშვნელობა აქვს, თითოეულ სტატიას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს არის ქართული ჟურნალები, ეს არის უცხოური ჟურნალები, ვინაიდან იყო აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის სპეციალური კორესპონდენტი. მისი აპარატებია, ყველაზე საყვარელია ეს გახლავთ, ლაიკას აპარატი, სვანური ქუდი განუყოფელი ნაწილია, რასაკვირველია მისი ცხოვრების და ეს მისი პატარა რადიო, რომელიც თურმე სულ თან ქონდა, თან დაატარებდა. ბოლოს თურმე გარდაცვალების წელს კინემატოგრაფიის სკოლაში ჩასაბარებლად ემზადება. გასაგზავნია 100 ფოტო. გამსვლელია 3 ფოტო. თუ ის 3 ფოტო დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. გურამ თიკანაძე მხოლოდ 3 ფოტოს გააგზავნის. მერე ჯგუფთან ერთად უშგულში ჩადის შხარას მწვერვალის დასაპყრობად. ნებართვას ელოდება. ნებართვის აღებამდე სვან ბავშვებთან ერთად ატარებს თითქმის 1 თვეს. უშგულის დამსახურებულ მსახიობებად მოიხსენიებს. ჩუქნის შოკოლადებს, უღებს ფოტოებს, მიირთმევს მოცვს და კბილებ ჩაშავებული იცინის. ეს სვანი ბავშვების მოგონებებიდან. მერე ნებართვას მიიღებს. ბოლოს მისი მეგობრები, პატარა სვანები შხარას დასალაშქრად მიმავალს ნახავენ. უკან ვეღარ დაბრუნდება. შხარას ძირიდან ბიჭებმა მოირბინეს და უბედურების ამბავი მოიტანეს. გურამი დაიღუპაო. თოკი ერთადერთი ჩაუბია, თავი სიმამაცით წაუგია. და კიდევ გოდერძი შარაშიას ვთხოვ, რომ მურმა ლებანიძის ლექსიდან ერთი ფრაგმენტი ამოგვიკითხოს. მურმა ლებანიძე ასე წერს: 100 ცხენოსნით უშგული გახლავს და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე. შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა, შენ დასახარჯი უკვე დახარჯე.
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა, შენ საქართველოს ღამე გახაზე. 100 ცხენოსნით უშკული გახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე. ალბათ გურამ თიკანაძის ბედის წერა იყო ის, რაც ერთ ჩანაწერში უთქვამს, ჯუმბერი კუხო და ილიკო საშინელება, ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია. ეს ჩანაწერი გურამ თიკანაძის უბის წიგნაკში 1962 წელს გაჩნდა, როცა შორეულ ტიან-შანზე ქართველი მთამსვლელები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე და ილიკო გაბლიანი ტრაგიკულად დაიღუპნენ. ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია. გურამის ეს სიტყვები 1 წლის შემდეგ თავად გურამზეც გამართლდება. მურმა ლებანიძის ლექსში გახსოვთ ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში ასეთი სიტყვები, თურმე ბექნუს უთქვამს ჯიბეებში ჩავიწყობ გურამის ნეშს და ისე ჩავიტან, აქ მაინც არ დავტოვებო. თიკანაძის სახელი დღეს მწვერვალს ქვია. იქ სადაც ერთხელ ინატრა ნეტა აქ ცხოვრობდეო, დღეს მისივე სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმია. ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით, მისი სიყვარულით რომ ააშენეს. გურამის სიცოცხლე დღესაც დუხს სვანეთშიო ამბობენ. მერე რა რომ იმაზე მეტი დრო გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ვიდრე თავად იცხოვრა. რომ მისი უკანასკნელი კადრები უკვე 60 წლისაა. ის მაინც ჩვენ ხელაა. მისი ფოტოებიც ისეთივე ცოცხალია. ალბათ ამიტომაც გვგონია რომ სადღაც ისევ შევხვდებით 30 წლის ბიჭს ფოტოაპარატით ხელში, სადღაც პატარა რადიოც რომ აქვს და თავისი საყვარელი სვანური ქუდიც. ალბათ ამიტომაც დაწერს მურმა ლებანიძე. უნდა ვიცოცხლოთ და ვიცოცხლოთ და თუ მოვკვდებით, ისე მოვკვდეთ, მთელი საქართველო ფეხზე დავაყენოთ. ჩვენი გმირი დღეს გურამ თიკანაძე. როდესაც ყოფილა თავის მეგობართან ლატალში, იმ კაცის სახლი ყოფილა ზემოთ რაღაც ფერდობზე მაღლა. და რომ გადმოუხედიათ აიმნიდან, უნატრია, რა კაიქნებოდა აქ სახლი რო კონდეს კაცო. და 20 წელიწადში აუსრულეს ეს. მოგლეთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რუბრიკის ავტორს ქეთევან ბუდაღაშვილს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას კითხულობ გურამ თიკანაძეზე, მით უფრო მეტ ბრაზდებით მთაზე, რომელმაც ის შეიწირა კაცი უცნაური აპარატით, შესაძლოა თავისუფლად მისი გარეგნობის, მისი აღნაგობის ადამიანი დღემდე ცოცხალი ყოფილიყო და მას არაერთი ფოტო და ესეთი გენიალური ნამუშევრები შეექმნა და დაეტოვებინა ჯერ მის ფოტოებზე როგორები არიან პორტრეტებში პერსონაჟები და როგორია თავად ქალაქიც, ხო? ნუ გარდაცვალება მართლა მთელი საქართველოს ფეხზე დააყენა და ეს იყო უდიდესი დონის ხელოვანი დღესაც რომ გავაგზავნოთ მისი ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსებში აუცილებლად ყველა ჯილდოს მიიღებს. სწორად აღნიშნა ქეთევანმა სხვათა შორის ბოდიში ნინო რომ თქვა რომ შეიძლება ისეთი შეგრძნება გაქვს რომ უყურებ დღესაც სადმე ქუჩაში შეხვდესო ისეთი გარეგნობის არის და ისეთი სტილი აქვს ჩასმის გონი აი რაღაც თანამედროვე ტიპია ხო დროერერევა და ეპოქალური ძალიან ბევრი რაღაცა გავიგეთ ისეთი რაც არ მე მაგალითად ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ქეთევანს